ევროკავშირში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, ასეთია კვლევის შედეგი, რომელსაც ევრობარომეტრი ავრცელებს, ესა მონაცემი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დოკუმენტის თანახმად საქართველოში ევროკავშირის გამოკითხულთა 59% ენდობა ევროკავშირს, გამოკითხულთა 37 მიდრეკილი ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14-ის პასუხი არის, რომ არ იცის. გამოკითხულთა 53% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% ნეიტრალურად, 18% ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი. გამოკითხვის თანახმად საქართველოში შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ 9%-ით შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის წევრობა ევროკავშირში კარგია. ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს. სოციოლოგიური კვლევა ასევე აჩვენებს იმასაც, რომ გამოკითხულთა 51% ენდობა მთავრობას, 44% არ ენდობა. ევრობარომეტრის კვლევა საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, რა დროსაც 1011 რესპონდენტი გამოიკითხა. ევრობარომეტრი არის საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერია, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით 1974 წლიდან რეგულარულად ტარდება. კვლევის შედეგებს აფასებენ პოლიტიკოსები. Შეეხება ევროკავშირისადმი ნდობის შემცირებას, თუ ეს ასახავს სოციოლოგიურ ტენდენციას, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რადგან ევროკავშირი არის მთავარი პარტნიორი ბუნებრივია და მის დამე ტრადიციულად არსებობს მაღალი ნდობა. სამწუხაროდ ქართული ოცნების პროპაგანდა უპირისპირდება ევროკავშირის 1000 გვარი ტყუილით, ჩვენ ეს ვიცით, მილიონები ხარჯება ქართული ოცნების მიერ იმისათვის, რომ მაშინ ჩვენი ჯიბიდან იმისათვის, რომ ტროლებმა, ბოტებმა და სხვა ეგრეთ წოდებულმა სააგენტოებმა ავრცელონ სიცრუე ევროკავშირთან მიმართებით და რა თქმა უნდა, ეს არის მისამ მიმართული რუსული სპეცოპერაციის ნაწილი, რომ ევროკავშირზე დამოუკიდებლობა შეიცვალოს. სწორედ დემოკრატიული თავისუფლებასთან დაკავშირებული, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხებია ის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნებს და ქმნის ამ ერთობას. ოცნება კი ამას პროპაგანდით ებრძვის, ამაზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასთან ერთად აქვს ოპოზიციასაც, იმ პოლიტიკური ველის ნაწილს, რომელიც ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს იბრძოლოს და თავკუთარი პოზიციები დააფიქსიროს ქართული ოცნების ველზე. როცა ბოიკოტირებას უცხადებს მაგალითად კომისია, საპარლამენტო კომისიას, აქაც სწორედ აი ამ პასუხისმგებლობის გარკვეული ნაწილი მათზე მოდით და ესე თუ გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, ოცნების ეს პროპაგანდა იმუშავებს. როცა ერთ სამხრივად ხდება ახსნა ლაპარაკი იმაზე, რომ რა ცუდია ევროპელები, რომ გეები გვიტევენ და რაღაც საშინაო კანონებს გვაიზულებენ და აგენტები და ასე შემდეგ. და ამის სანაცვლოდ არაფერი საპირისპირო არ ხდება და რუსული რეჟიმის სახელი მიდის უმეტესწილად. ბუნებრივია, რომ ამ ჩვენს რაღაც ნაწილზე ეს მოქმედებს და აი ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მხრიდან პროპაგანდა, რომელიც შეიძლება დიდწილად ტყუილზეც იყოს აგებული, მაგრამ მაინც მოქმედებს. აბსოლუტური ორმაგი სტანდარტი, უსამართლო მოპყრობა ევრობიუროკრატების მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ამას, რაზეც არა მარტო ჩვენ ვსაუბრობ და ჩვენი ხელისუფლება, ხომ პირდაპირ ამაში ამხილა და დაადანაშაულა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციამ, როდესაც მაგალითად ბატონი ვენსი ბრძანდებოდა მიუნხენში და იქ პირდაპირ დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს და ასე ვთქვათ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ისინი თუ როგორ შორდებიან ევროპულ ღირებულებებს, ხო? და სწორედ ეს იწვევს ჩვენ მოქალაქეებში, ასე ვთქვათ, უნდობლობის გაზრდას ამ სტრუქტურების მიმართ. ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ხო? და ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ.